თუ შენი ცხოვრების შეცვლა გინდა, დაივიწყე ყველაფერი, რაც აქამდე ნებისყოფასა და მოტივაციაზე გსმენია. ამისთვის სულაც არაა საჭირო გრანდიოზული მიზნების დასახვა ან კიდევ უფრო მეტის ცდა. საიდუმლო ატომური ჩვევების გასაოცარ ძალაშია. პაწაწინა ბლოკებში, რომლებიც ერთად დიდ სისტემას აშენებენ. ცხოვრების შესაცვლელად საჭიროა ამ სისტემის სიღრმეებში ჩახვიდე. შედეგები, რომლებსაც დღეს ხედავ, ზუსტად იმ ჩვევების დაგვიანებული შედეგია, რომლებსაც თვეები იმეორებდი. თუ ყოველ დღე 1%-ით გაუმჯობესდები, 1 წლის ბოლოს 37-ჯერ უკეთესი შედეგი გექნება. ხოლო პირიქით, ყოველ დღე 1%-ით გაუარესება წლის ბოლოს 0-თან ახლოს მიგიყვანს. სისტემის შენება პირველი წესით დაიწყე. გააცხადე. ხშირად გგონია, რომ ჩვევები ჩვენი არჩევანია, თუმცა სინამდვილეში ყველაზე თვალსაჩინო ვარიანტს ვირჩევთ ხოლმე. მაგალითად, თუ სამზარეულოში შეხვალ და მაგიდაზე ნამცხრებს დაინახავ, ალბათ შეჭამ. იმიტომ კი არა, რომ გშიოდა, იმიტომ, რომ უბრალოდ მაგიდაზე იდო. ასე იმიტომ ხდება, რომ შენი ტვინი წინასწარმეტყველების მანქანაა, რომელიც ვიზუალურ სიგნალებზე რეაგირებს. რადგან მხედველობა ჩვენი ტვინის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უნარია, პატარა ცვლილება შენი მხედველობის არეში იწვევს დიდ ცვლილებას შენს ქმედებებში. თუ ცვლილება გსურს, ნუ იქნები შენ გარშემო არსებული გარემოს პასიური მომხმარებელი და თავად გახდი არქიტექტორი. ბევრს გონია, რომ მოტივაცია აკლია. თუმცა სინამდვილეში აკლია სიცხადე. მეტი სიცხადისთვის გამოიყენე განხორციელების განზრახვა. მე გავაკეთებ მოქმედება, დრო, ადგილი. ნუ გარიტყვი მეტს ვივარჯიშებ. ამის მაგივრად გამოიყენე ფორმულა. ვივარჯიშებ სამსახურის შემდეგ 1 საათი ჩემს სახლთან მდებარე სპორტ დარბაზში. როცა გადაწყვეტილების მიღების საჭიროება აღარ გაქვს, ნაკლებია შანსი, რომ პროკრასტინაციას მიმართო. მაგრამ იქნებ ისეთი ქცევები გაქვს, რომლებსაც ვერც კი აცნობიერებ. ცუდი ჩვევების უმრავლესობა არაცნობიერი და ავტომატურია. მათგან თავის გასათავისუფლებლად გამოიყენე მითითება წარმოთქმის სისტემა. ხმამაღლა გამოაცხადე მოქმედებები. მაგალითად, როდესაც ხმამაღლა იტყვი, ახლა უმიზეზოდ უნდა შევამოწმო ტელეფონი. ეს ჩვევა გონების სიღრმიდან ცნობიერში გადმოინაცვლებს. ასე კი გაცილებით რთულია შედეგის იგნორირება. დროთა განმავლობაში შენს ჩვევებს არაერთი კონკრეტული ნივთი, არამედ მთლიანი გარემო იწვევს. ამის გამოსასწორებლად გამოიყენე მანტრა. 1 სივრცე, 1 დანიშნულება. თუ ახალი ჩვევების გამომუშავება გინდა, ისე აარჩიე და მოირგე გარემო, რომ ძველი ჩვევების აჩრდილებთან ბრძოლა არ მოგიწიოს. ამ ჩვევების რეალობად ქცევაში კი ეს სავარჯიშოები დაგეხმარება. პირველი. ჩვევების შეფასების ცხრილი. ჩამოწერე შენი ყოველდღიური ჩვევები და გვერდზე მიუწერე დადებითი, უარყოფითი ან ნეიტრალური. იმის მიხედვით ერგება თუ არა ისინი შენს იმ პიროვნებას, რომელიც გინდა რომ იყო. მეორე. ჩვევების დაშენება. გამოიყენე ფორმულა. არსებული ჩვევის შემდეგ ახალ ჩვევას შევიძენ. მაგალითად, დილით ყავის დალევის შემდეგ ერთ გვერდს წავიკითხავ. მესამე. ვიზუალური სიგნალები. ისე მოაწყვე შენი სივრცე, რომ კარგი ჩვევის სიგნალი შეუმჩნეველი არ დაგრჩეს. მაგალითად, თუ დღის განმავლობაში მეტი წყლის დალევა გინდა, დაიდგი სავსე ბოთლი საწოლთან ახლოს. ეს რჩევები დაგეხმარება არ გახდე იმ სამყაროს მსხვერპლი, რომელიც შენ არ მოგიწყვია. მთავარია შენ იყოს შენივე გარემოს არქიტექტორი და სწორი ქმედება ყველაზე თვალსაჩინო არჩევნად აქციო. რომელი სავარჯიშოს გამოყენებას დაიწყებ დღეიდან? გაგვიზიარე კომენტარებში.